პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, საერთოდ ანუ თოქი 2 წუთი დავივიწყოთ. ჰაკათონზე რო ხართ და საერთოდ მაგ საკითხს შევიხოთ 2 წუთი, რამდენად მაგარ რაღაცას აკეთებთ და რაღაცები მინდა უბრალოდ რომ ტიპები მოგცეთ რა. ეხლა უკვე რაღაც ნახევარი დრო გავიდა, მაგრამ მგონია რაღაცები შეიძლება დაგეხმაროთ რა. პირველ რიგში ეხლა აი ჩვენ დღეს რო რაღაცებზე ვიღაცებს გელაპარაკებით ხოლმე, იდეის ვალიდაციაზე და იდეის რაღაც ასე ვთქვათ სერიოზულობაზე, ამბიციურობაზე ძალიან ბევრი კითხვა ისვევა ხოლმე რა. და მან მინდა გთხოვოთ ყველას რომ AI, ანუ მარტო კოუდინგში და რაღაცებში არ გამოიყენოთ. ანუ AI ძალიან ინტენსიურად გამოიყენეთ ვალიდაციისთვის რა, იდეის. აი ძალიან ინტენსიურად და ანუ ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის რომ არ მოგერიდოთ AI-ს რო უთხრათ რომ ძალიან გამაკრიტიკე ესა ჩემი იდეა და ადექი და ანუ მიწასთან გამასწორე რა, ძალიან გამაკრიტიკე. და ანუ be straight forward, რაღაც ანუ არ შევილაბაზო არაფერი და ძალიან კარგ კრიტიკას დაგიწევთ, რაც შეიძლება მე თქვენ ანალიზში დაგეხმაროთ. პირველი ეს და ანუ დარწმუნებული ვარ რომ ამას თუ გააკეთებთ, რავი რა, მე ან თორნიკი ან აჩუ ან ვიღაცა რა რჩევასაც მოგცემთ, მაგაზე ერთი მინიმუმ 5-ჯერ უკეთეს ან 5-ჯერ ბევრ რაღაც solid variants დაგიგენერირებთ რა. რაზე მე iterაციად შეგიძლიათ. მაგრამ ეს ხო რაღაც ზოგადად იმაზე შევფუთოთ, რომ AI კოუდინგში არ გამოიყენოთ მარტო რა, ანუ ძალიან ბევრი ჭკვიანური გამოყენება შეგიძლიათ იდეის ვალიდაციის ჭრილშიც, ფიჩერების მოფიქრების ჭრილშიც და რა თქმა უნდა მე იმპლემენტაციის ჭრილში რა. ხო, ორი წამი კიდე პირველ რიგში ორგანიზატორებს უცებ ტაში არ დაუკრათ ერთი რომ ანუ იმიტომ რომ ის არის, არა მართლა რა, ანუ აი ჩვენ ახლა ჰაკტობერფესტი გავაკეთეთ ცოტა ხნის წინ და ერთი რაც გვინდა და ყოველთვის გვინდა და ჰაკტობერფესტის კეთების დროს და იმედა თორნიკევას რაც ვილაპარაკეთ იყო რომ გვინდა რომ ძალიან ბევრი ჰაკათონები ჩატარდეს რა. ეხლა თქვენ შეიძლება რაღაც მოგებაზე იყოთ კონცენტრირებული, შეიძლება ამის სხვაზე იყოთ კონცენტრირებული, მაგრამ იმაზე ბევრად დიდი compounding რაღაც ღირებულება იქნება, ვიდრე უბრალოდ ერთმა გუნდმა რომ მოიგოს და ასე შემდეგ რა. ამიტომ ხო კიდე ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს. კაი, ეხლა იმას ვქნათ რა ქვია, გადავიდეთ ჩვენ თოქზე. დღეს გვინდა ჩვენ ვილაპარაკოთ ესეთი რაღაც ტერმინი არის ყველა რომ ვიძახით ხოლმე ვიყენებთ vibe coding-ი რა. და საერთოდ ანუ რატო ქვია ეს ტერმინი, რა შემთხვევაში გამოვიყენოთ vibe coding-ი, საერთოდ ანუ რაში გვჭირდება რა, რელევანტური არის თუ არა vibe coding-ი და თუ რელევანტური არ არის იმდენად, მაშინ რა არის vibe coding-ის ალტერნატივა რა. მე ვარ ნიკა, აჩოს co-founder-ი Mazek-ში, უბრალოდ აჩო არის ჩემი co-founder-ი Mazek-ში და არა მართლა, ხო არა, მართლა ეგრე არის, აჩო არის ჩემი co-founder-ი და ვაკეთებ ძალიან ბევრ AI solution-ებს რა. ხო, ესე იგი ეს თოქი არ მინდა უბრალოდ იყოს რაღაც თეორიული რაღაც ინფორმაციების ტყაპატყუპი, რაღაც უბრალოდ ჩამოყრა რა. მინდა რომ მე როგორც ხედავ vibe coding-ს და ზოგადად AI-ის coding-ში გამოყენებას, mind map-ი ავაგოთ ერთად, რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, სულ პირველი რაღაც დეფინიციებიდან და ვეცადოთ მივიდეთ იმ წერტილამდე თუ როგორ შეგვიძლია და რა კონტექსტებში ეფექტურად გამოვიყენოთ AI software ინჟინერიაში რა. და ხო რაღაც აჯენდაც წესიდარიგით ეგრე არის დაალაგებული. და ბოლოში, ჩემი აზრით, რაც იდეაში ყველაზე ხელშესახები რაღაცები იქნება, არის რომ ცოტა tips and tricks გაგიზიარებთ ჩვენ აი Mazek-ში ყოველდღიურობაში. როგორ ვიყენებთ AI-ს, არა მარტო კოდის წერის დროს, რა, აი კოდის review-ს დროს, refactor-ის დროს და ასე შემდეგ რა. ამ თოკის მერე თუ დაგჭირდებათ, მოდით და ჩვენ ძალიან ასე თქვათ შრომა გაწეულ პრომპტებსაც მერე სადღაც დაგიფორვარდებთ ან ჩაგიგდებთ, ეგეც მგონია რომ ძალიან გამოგადგებათ, მაგრამ ხო მოკლედ რაღაც თეორიული და პრაქტიკული რჩევების თოკი იქნება ძირითადად. კოდი არ გვაქვს საერთოდ. კაი, მოდი ახლა დავიწყოთ ესე რა. საერთოდ რამდენი მუშაობთ აქ ხელი რო ავიწიოთ? 1 კაცი, 2 კაცი, 3 კაცი, 4 კაცი, 5 კაცი, 6 კაცი, 7 კაცი. კაი, ანუ უმცირესობა რა. ანუ ვინც მუშაობთ, მაგათ გეცოდინებათ და ვინც არ მუშაობთ, ეგენი რო დაიწყებთ მუშაობას პოტენციურად ჩვენთან, მე მივხვდებით, რომ ანუ software ინჟინერიაში რაღაც AI რო შემოვიდა, მაგის მერე ძალიან ბევრი ხმაური შემოვიდა. ანუ თვითონ რაღაც software ინჟინერის პროცესში, აი შენ რაღაც tasks გაძლევენ, რაღაც ბიზნეს პრობლემის გადაჭრა რო გინდა, ძალიან დიდი ხმაური შემოვიდა რა და რა გულისხმობა ხმაური შემოვიდა, რომ აი ესეთ ერთი წუთით, აი ესეთ ტვიტებს შეხვდებით რა, ანუ ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რომ ზოგი იძახის, რომ AI coding-ი, რა, AI-ის coding-ში გამოყენება არის რაღაც სასწაული, software ინჟინერები აღარ ვიქნებით, საერთოდ რაღაც კოდის წერა აღარ მოგვიწევს და ასე შემდეგ. მეორე ხალხი არის საერთოდ სკეპტიკური ხალხი, აი არა რაღაც ძალიან პესიმისტურად უყურებენ AI-ის software ინჟინერიაში გამოყენებას რა. და მეორე პრობლემა.
მეორე პრობლემა გვაქვს, რომ ზოგადად AI-ის software engineering-ში გამოყენებას აიგივებენ vibe coding-თან. მე მინდა რომ ეს მითი დავამსხვრიოთ დღეს რა და დაგიმტკიცოთ, რომ software engineering-ში AI-ის გამოყენება არ არის vibe coding. და რეალურად უფრო მეტი ჩაშლა აქვს ამას რა. ერთი-ერთი რელაცია არ არის როგორც რაღაც ვინც მონაცემთა ბაზები იცით. ხო, ვინც მონაცემთა ბაზები იცით, ჩვენ რა ვთქვათ. ესე იგი, პირველ რიგში დავიწყოთ დეფინიციებით და ჩავშალოთ mind-map-ი რა. დეფინიცია რა არის vibe coding-ი? ამ იმაში ვნახავთ ბევრ ანდრე კარპატის იმას რა ქვია, უბრალოდ ბევრს არა, ორს. ორ tweets ვნახავთ. და ზოგადად რა არის vibe coding-ი უცბად მაგის დეფინიცია შემოვიტანოთ, მე უბრალოდ კარგი ადამიანი არის. ხო, ანდრე კარპატი არის რაღაც Tesla-ს XAI lead-ი, ანუ head-ი AI development-ის. მე OpenAI-ში წავს მოკლედ რა, ანუ ერთ-ერთი ისეთი ადამიანია, ვინც უნდა დააფოლოუოთ Twitter-ზე, ან სხვა სოციალური ქსელები, არც ვიცი თუ აქვს, Instagram-ი მეეჭვება რა გქონდეს. და იმას რა, ანუ ძალიან აქტიურ და რელევანტურ ინფორმაციებს დავს ყოველ დღე რა სოციალურ ქსელებში. და საერთოდ vibe coding-ი ტერმინი ანდრე კარპატის შემოტანილია რა. და რა არის ხო ეს vibe coding-ი იდეურად რაღაც ყველა ვიცით დიდი ალბათობით vibe coding-ი არის რაღაც დეფინიცია იმის თუ როგორ გავაკეთოთ software-ი, ისე რომ კოდი არ ვწეროთ, ოღონდ ანუ ლითერალი კოდი რო არ ვწეროთ და არა მარტო კოდი რო არ ვწეროთ, არამედ ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ გვინდა რომ რაღაც ასე ვთქვათ, მივიღოთ და რაღაც საბოლოო პროდუქტი შევქმნათ, ჩვენ გვინდა რომ AI მიიღოს ეს ყველაფერი რა. ანუ build me this startup. რაღაც მარტო, ანუ დიდი ალბათობით ეხლა დარწმუნებული ვარ თქვენ რაღაც თქვენ პროდუქტებს ახლა აკეთებთ, ვიღაცა lovable-ს ხო იყენებთ უეჭველი. ხო, რა თქმა უნდა, ზუსტად რა. ანუ თუმცა lovable-თან ახლა თქვენ როგორც რაღაც კომუნიცირებთ, ეგ არის vibe coding-ი თავიდან ბოლომდე. და ანუ ჩემი აზრით, აი ჩვენ გამოცდილებაშიც რა რაღაც ყოველ დღე რაღაც 1 წლის განმავლობაში რომ AI აგენტებზე ვმუშაობთ და სხვადასხვა ინჟინერებს ვუყურებთ, ძალიან დიდი გარღვევაა რომ ყველას AI როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ software engineering-ში, ავტომატური რეფერენსი აქვს, რომ ეს არის vibe coding. მე გეუბნებით, რომ ეს არ არის vibe coding-ი მარტო რა. და vibe coding-ი არის უბრალოდ ერთ-ერთი ჩაშლა, თუ რა კონკრეტული პრობლემების გადაჭრა შეგვიძლია AI-IT ინჟინერიაში რა. და ის mental მოდელია და მე რეალურად მეორე production grade, ასე ვთქვათ, მექანიზმი რაც არის, ჩვენ ვეძახით ბაზექში AI assisted engineering-ს რა. და ახლა რა ფუნდამენტური განსხვავება არის vibe coding-ში, vibe coding-სა და AI assisted engineering-ს შორის რა. ანუ vibe coding-ში, driver seat-ში არის AI, ანუ შენ უბრალოდ ძალიან high level ინფორმაციებს ეუბნები, ხო რაღაც. არ ვიცი, გამიკეთე ეს page-ი, ეს button-ი, ამას უნდა აკეთებდეს, user-ი უნდა რეგისტრირდებოდეს. Dashboard-ი უნდა იყოს, სურათების ატვირთვა უნდა შეძლოს, ძალიან high level რაღაცეებზე რა. და ანუ რეალურად შენ რა გადაწყვეტილებებს უნდა მიგეღო, AI იღებს, მაგრამ AI-ს აღებინებ გადაწყვეტილებებს და რაღაც ძალიან ოპტიმისტური მექანიზმია ხო რეალურად რა, იმიტომ რომ იმედი გაქვს, რომ AI-ს არაფერი არ შეეშლება რა. ან თუ შეეშლება, მე ეტყვი რომ please fix this და რაღაც ანუ საათებს დახარჯავ დებილობა პროცესში რა. ესა vibe coding-ი რა, ანუ mindset-ი არის passenger-ი ხარ, ანუ driver seat-ში AI-ის რეალურად და შენ უბრალოდ passenger-ი ხარ, შენ observer-ი ხარ, AI რა გადაწყვეტილებებს იღებს და მე ჩალიჩობ რომ დაკერო ჭალებში რომ რაღაცები შეგიცვალოს რა. და ეხლა მეორე, ანუ AI assisted engineering-ი რა არის? AI assisted engineering-ი არის რეალურად ზუსტად ის ინჟინერია, რომელიც ანუ AI-მდე იყოს, ზუსტად ის ინჟინერია რა, ანუ მოგდის რაღაც პრობლემა, არ ვიცი. რაღაც feature-ი უნდა დაიმპლემენტირო რა. შენ პირველ რიგში, ასე ვთქვათ, იაზრებ თუ რა ეტაპები უნდა გაიარო, დეკომპოზიცია როგორ უნდა გააკეთო ამ დიდი პრობლემის პატარა პრობლემებად. რა ტექნოლოგიები გამოიყენო, რა მიკრო და მაკრო გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, რა საბოლოოდ ეს ყველაფერი კარგი გატესტილი, მუშა production grade, ასე ვთქვათ, კოდი შექმნა რა. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენ ხარ driver seat-ში, ანუ შენ იღებ გადაწყვეტილებებს და AI-ს იყენებ უბრალოდ იმისთვის, რომ რაღაცა პატარა მიკრო ტასკები გააკეთოს, მაგალითად. და ეს ანუ ამ თოკით მინდა რომ ერთ რაღაცას მიგახვედროთ რა. ანუ სულთა ფსიქოლოგიური მომენტია და ძალიან რთული არის რომ ფსიქოლოგიურ რაღაც წნეხს და სტრესს გაუძლო რომ AI ძალიან irresponsible არ გამოიყენო რა. ანუ არ არის მარტივი. ეხლა რა ვსგულდება ამაში რა, ანუ AI assisted engineering სტანდარტულად მოდი ეხლა გადავიდეთ ესეთ რაღაცაზე რა, ანუ ჩემი აზრით ეს რო კარგად გავიგოთ რომ ანუ vibe coding-ი სად გამოვიყენოთ და AI assisted engineering-ი სად გამოვიყენოთ. მარტივი პასუხი არის რომ ანუ AI assisted engineering-ი არის production-ისთვის და vibe coding-ი არის უბრალოდ პროტოტიპირებისთვის. რაღაცის ძალიან მარტივის გატესტო თუ გინდა. რაზეც ანუ ძალიან დიდი პრობლემები არ შეგექმნება თუ რაღაცები გაგემაზება, რაღაცები გაფუჭდება და ასე შემდეგ. როგორც მაგალითად ეს ჰაკათონის რაღაც მიკროპროექტები შეიძლება იყოს რა. მაგრამ როცა მუშაობ სერიოზულ production grade სისტემაზე, მაგალითად რა payment სისტემა ავიღოთ, ხო?
აი მაგალითად Stripe-ს თუ წერთ რა. Stripe იცით რა არის? ხელისაწევით Stripe ვინ იცით რა არის? ნაის, ხო Stripe არის payment gateway რა. ანუ რაღაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე ცნობილი payment gateway რა. ანუ ტრანზაქციებს რაც ატარებს. რაც მერჩანტებს რაღაც e-commerce-ებს და მსგავს საიტებს საშუალებას აძლევს, რომ ძალიან მარტივად ციფრული ჩანელებით თანხა მიიღონ. რა მსგავს კრიტიკულ software-ზე თუ მუშაობთ, ფიზიკურად არ გვაქვს ჩვენი მის სივრცე, რომ 100%-ით არ ვიცოდეთ კოდში რა ხდება რა. ანუ ფიზიკურად არ არის, მაგრამ ბაგების ფუფუნება ფიზიკურად არ არის, იმიტომ რომ ბიზნესი არ იარსებებს. ისეთი კრიტიკული როგორიც არის მაგალითად payment ბიზნესი, თუ შენ ბაგები გვექნება სისტემაში და სისტემა თავიდან ბოლომდე არ გვეცოდინება რა. და ხო, ეხლა ანუ მსგავს სისტემაზე მუშაობის დროს მოდი უცბად ორი სიტყვით მიმოვიხილოთ, სანამ AI შემოვიდა და როგორ მუშაობდით software ინჟინრები, ანუ რას ვაკეთებდით რა, ანუ თქვენ ეხლა მაგალითად ვინც აწი უნდა დაიწყოთ მუშაობა, მათ თქვენთვის უფრო საინტერესო არის ჩემი აზრით რა, რომ ანუ რას ვაკეთებდით საერთოდ ხალხი AI რო არ არსებობდა რა. მაგალითად რაღაც task-ი შემოგდიოდა, პირველ რიგში დაჯდებოდი და software ინჟინრის ყველაზე სერიოზული სკილი რაც არის, პრობლემების დეკომპოზიცია. პრობლემების დეკომპოზიციას აკეთებდი, რომ ეს რაღაც ძალიან დიდი task-ი შემოგივიდა. ამ დიდ task-ს რაღაც პატარ-პატარა ნაწილებად დახლეჭდი. ამ პატარ ნაწილებას კიდევ უფრო პატარ-პატარა ნაწილებად, რაც უკვე ძალიან მარტივი გადაწყვეტი იყო თითოეული და მე უბრალოდ ამას ყველაფერს რაღაც ერთად აწყობდი, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს ლოკალურად გადაჭრიდი და ამას უბრალოდ ასე თქვა ხორცს შეასხამდი. ანუ ძალიან ბევრი რესურსი AI-მდე იხარჯებოდა software ინჟინრის იმაში, რომ კოდი კი არ დაგეწერა ეგრევე. ჯერ ძალიან ბევრი გეფიქრა რა, აი ძალიან ბევრი გეფიქრა. რომ ზუსტად რა პრობლემა სჭრი. ზუსტად ეს ბიზნეს რას მოუტანს, ზუსტად რა edge case-ები არის სისტემაში და ასე შემდეგ რა. ხო, და ანუ აი ამ რაღაც იმაში რა ქვია სლაიდზე რა გვაქვს რა, რომ რეალურად რაღაც ეს სიმართლე გითხრათ ჩემი რაღაც პერსონალური წარმოსახვა არის, შეიძლება ვიღაცამ სხვადასხვა კოეფიციენტები მიანიჭოს ამ თითოეულ ნაწილს, მაგრამ ანუ ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ ანუ უშუალოდ რაღაც კოდის წერა არის ყველაზე პატარა ნაწილი software ინჟინრული ზოგადად კარიერის რა და ყველაზე დიდი ნაწილი არის იმ რაღაც domain პრობლემის გაანალიზება თუ რა domain პრობლემა სჭრი და ის რაღაც მთლიანი კონტექსტის თავში დაჭრა რომ შეგეძლოს რა ანუ აი ზუსტად რაღაცა სისტემა როგორ მუშაობს აი systems thinking-ი რო არის ესეთი ტერმინი რა ეგ რას ნიშნავს ხო ანუ ადამიანები ვინებიც systems thinking-ს მიყვებიან საერთოდ შეიძლება კოდის წერა არ იცოდნენ თუმცა რაღაც პრობლემას რომ მისცემ ამ პრობლემის რაღაც დეკომპოზიცია შეუძლიათ და რაღაცას თქვა სივრცეში წარმოდგენა თუ რა რისმერე ხდება და ასე შემდეგ რა. და რეალურად ანუ software ინჟინერები ფულს რაშიც ვიღებთ არის რომ ძალიან მაგარი problem solver-ები ვართ და არა ის რომ ძალიან ბევრ კოდს წერთ. კოდის წერა არის უბრალოდ ერთ-ერთი არტიფაქტი, რომელსაც აქამდე გიჟებივით ხელით ვაკეთებდით და ძალიან ნელი პროცესი იყო, ანუ შეიძლება მთლიანი სისტემა თავში წარმოგედგინა რაღაც პრობლემის გადაწყვეტა რო გინდოდა, სტარტაპის გაკეთება გინდოდა მაგალითად რა. მთლიან პრობლემას თავში წარმოიდგენდი. ძალიან ბევრ დროს, ანუ 90% დროს დახარჯავდი იმაში, რომ ეს რაღაც სისტემა აგეკრო შენ თავში ან დაგეწერა ტექსტუალურად, რომ ალგორითმი და ასე შემდეგ, აი ფსევდოკოდს რასაც ეძახიან რა. და მხოლოდ შემდეგ დაგეიმპლემენტირებინა რა. და ეხლა ანუ აი ამ პროცესში, ანუ AI-საც შემოდის რა, ანუ vibe coding-ი ამ პროცესში გეუბნება, რომ აი ეს თავდაპირველი ძალიან დიდი კონტექსტი რაც უნდა გაგიაზრებინა. რაც უნდა აგეწყო თავში სისტემა. ეგეც AI-ს გააკეთებინე ჯიგარო. ანუ ეგ მაგას გეუბნება vibe coding-ი და AI assisted engineering-ი გეუბნება, რომ არა ჯიგარო, უფრო responsibly გამოიყენე. შენ თვითონ ადექი, როგორც წინა ერის software engineering-ში აკეთებდი, დაჯექი, ოფლი დაღვარე, ძალიან ბევრი იფიქრე, რა პრობლემას ეჩეხები, რა edge case-ები არის, ანუ იმენა უნდა დაიღალო რა ტვინით, ძალიან ბევრი იფიქრო. როცა შენ ეს mental model-ი უკვე თავიდან ბოლომდე აგებული გექნება, მე ამ mental model-ის პატარ-პატარა ნაწილები ადექი და AI-ს გააკეთებინე რა. კურსორს გააკეთებინე, cloud code-ს გააკეთებინე, whatever, მაგრამ ანუ ამ მეორე ასე ვთქვათ AI assisted engineering-ის მიზანი რა არის, ხო? რომ მიკრო ტასკებში იყენებ შენ AI-ის კოდის საწერად. და რეალურად production grade სისტემისთვის ეს არის ძალიან ბენეფიტური რა. და რატო არის ძალიან ბენეფიტური? იმიტომ რომ შენ მთლიანი სისტემა რო თავში წარმოდგენილი გაქვს, AI-ს რაღაცას მისცემ, რაღაც ბაგი თუ გაეპარა, ძალიან მარტივად შეამჩნევ, იმიტომ რომ მიკრო რაღაცას აკეთებინებ AI-ს და არა რაღაცა უაზროდ ძალიან დიდ სისტემას, რაღაც პატარას აკეთებინებ, რაღაცა გაიმაზა, მე რევიუსაც უფრო მარტივად გავუკეთებ რა ამ ყველაფერს. და ხო, ანუ რაღაც ეს პროცესი უფრო, ანუ ჩვენი გამოცდილებით მაზექში, ანუ AI assisted engineering არის production grade სისტემებისთვის perfect, ანუ იდეალური არის რა.
იდეალური რატო არის? იმიტომ რომ ბაგების, პოტენციური პრობლემების და რაღაც უაზრო სისტემების განვითარების პრობლემასაც გარიდებს თავიდან და იმ ბენეფიტსაც იყენებ, რასაც AI რაღაც by default გთავაზობს, რომ output-ი არის ძალიან დიდი რა. ანუ კოდის output-ი უშუალოდ lines of code-ი არის ძალიან სწრაფი. და ამას ზოგადად ეძახიან ხოლმე, ანუ აი ეხლა მე ვეცდები რაღაც რეფერენსებიც მოგცეთ რა. ძალიან ბევრი ბლოგი და ვიდეო არის იმისა თუ ეს AI assisted engineering-ი როგორ უნდა გამოიყენო კარგად, ანუ რა პრაქტიკები არის ხალხი რეებს აკეთებს რა. და ამის პატერნი არის მაგალითად, ანუ შენ უნდა იყო არქიტექტი, ანუ you should be the architect of your system და რაღაც პატარ-პატარა task-ები უნდა დაადელეგირო AI-სთან. და არ უნდა იყო მენეჯერის mindset-ში, ანუ არქიტექტის mindset-ში უნდა იყო software architect-ის და არა software რაღაც მენეჯერის როლში. როცა software manager-ი აკეთებს უბრალოდ რომ ანუ developer-ს ეუბნება რომ მინდა რომ რეგისტრაციაში ან რაღაც login-ის page-ზე password reset ფუნქციონალი დავიმატე. აი password reset ფუნქციონალი დავიმატეში უკვე ქვემოთ იმდენი გადაწყვეტილებაა მისაღები და იმდენი edge case-ი არის, რასაც შენ მენეჯერი უბრალოდ გეუბნება როგორც developers. და მე შენ აკეთებ ამის გადაწყვეტილებების მიღებას, რომ ანუ AI-ს მოკლედ ძალიან დიდი სივრცე აქვს, მანდ გამაზვის რა. და ხო, ესე იგი უბრალოდ წავითმი და დავკვირდეთ, ანუ დაჟე რომც არ მუშაობდეთ რა. ეს დავფიქსდი წამეთი და მართლა ეგრეა. ესე იგი, ანუ software engineer-ია რეალურად არის ძალიან აი უაზროდ ბევრი მიკრო და მაკრო გადაწყვეტილებების მიღება. აი უბრალოდ დავკვირდით, აი რაღაც გაკეთება გინდა და ჯდები შენ თავთან და ძალიან დიდი გადაწყვეტილებიდან დაწყებული, ძალიან პატარა გადაწყვეტილებებით დამთავრებული, აი მილიონ გადაწყვეტილებას იღებ რაღაც ერთ სამუშაო დღის განმავლობაში და საბოლოოდ რაღაც ოპტიმალურ ვერსიამდე მიდიხარ. ანუ ძალიან ხერო წარმოიდგინოთ, აი რაღაც ესეთი ხერა, ორობით ჩვეულებრივი ხერო წარმოიდგინოთ. ძალიან ბევრი განშტოება აქვს და უბრალოდ შენ რაღაც კონკრეტულ path-ს ირჩევ და მაგ path-ის იმპლემენტაციას აკეთებ კოდით ბოლოს. და ანუ ამის აი კიდე ანდრე კარპათი, ეს უფრო რაღაც ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, ნაწილია იმისა, რომ ზუსტად software engineer-მა რა უნდა აკეთოს AI-ით რა. software engineer-მა კოდი უნდა იცოდეს, ანუ კოდი უნდა სისტემა უნდა ისმოდეს თავიდან ბოლომდე. შენ თუ AI-ის vibe coding-ს აწვევი ჯიგარო ადამიანო, ანუ ფიზიკურად ვერ გეცოდინება ვერაფერი, ანუ სისტემა რა როგორ მუშაობს. შენ უბრალოდ გეცოდინება ძალიან high level product, ანუ რაღაც output-ები. რომ ეს ფიჩერი გვაქვს, ეს ფიჩერი გვაქვს, ეს ფიჩერი გვაქვს. მაგრამ ანუ good luck, როცა რაღაც ბაგები ამოგიხდება, რომ ეგ სისტემა გაარჩიო. და მაგიტომაც არის ხოლმე, ხო, ანუ AI-ს როცა იყენებენ, tech depth-ი არის აი უაზროდ დიდი რა. ანუ tech depth-ი ვინც არიცით რა არის, რომ ტექნიკური ვალი რა, ხო, გადავთარგმნო ბოლოს, ანუ ხო რა, ანუ რაღაცებს ეხარო shortcut-ებს იღებ იმის იმედით, რომ მომავალში ამებს გამოასწორებ. იცი რომ ეხა არასწორი გადაწყვეტილება არის, long term-ში ამას რაღაც კარგად ვერ შეფუთავ, ვერ შეინარჩუნებ, თუმცა ეხა რაღაცა სწრაფად მიღება გინდა რა. და ამ კოდის სწავლის და რაღაც გააზრების, თლიანი სისტემის ცოდნის და ამ ყველა გადაწყვეტილებების, ასე ვთქვათ, კონტექსტში შენახვის რაღაც, ასე ვთქვათ, emphasis-ი ძალიან კარგი არის ამ რაღაც ანდრე კარპათის მორი tweet-ში, რომელიც ამბობს ესეთ ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიურ ტერმინს რა რაღაც იდეას რა, რომ vibe coding-ის მთელი პრობლემა არის, რომ ილუზიას ქმნის, რომ ვითომ ძალიან მარტივი უნდა გახდეს software-ის წერა რა, ანუ პრობლემების გადაჭრა. და არა და რეალურად by definition, ანუ რაღაც ფუნდამენტურად პრობლემების გადაჭრა, ეთლის რთული პრობლემების. ფიზიკურად ვერ იქნება, არ უნდა იყოს რა მარტივი. და ყველა ის გზა, რომელიც გეუბნება, რომ შენ მე ცხოვრებას რადიკალურად აი ერთ დღეში რაღაც შეგიცვლი, დიდი ალბათობით რაღაც სქემი, ანუ რაღაცა სადაც გამაზვა უეჭველი არის, აი აუცილებლად არის რა. და მანდ ესეთი ანალოგია აქვს რა, რომ ანუ code base-ს რო სწავლობ, ანუ code base-ი უნდა ისწავლო რა, code base-ს რო სწავლობ და ზოგადად ნებისმიერ რამეს რო სწავლობ რა. ზუსტად იგივე ანალოგია არის, რაც ანუ ფიზიკური ვარჯიშის დროს ოფლი რა შედეგიც არის, ანუ ოფლი რო გამოგდის რა. ეგ რა არის, რომ იმაგრად წვალობ, დამატებით ერთ რაღაც აზიდვას აკეთებან რამეს, ანუ ძალიან დიდ დისკომფორტში ვარდები ფიზიკურად. და რაღაცის სწავლის პროცესში უნდა განიცადოს ზუსტად იგივე უბრალოდ მენტალურ ასპექტში, ანუ მენტალურ ასპექტში რა, რომ კოდის გააზრება ფიზიკურად არ უნდა იყოს, ანუ სისტემის ცოდნა არ უნდა იყოს მარტივი, ფიზიკურად ვერ იქნება რა. და ამიტომ ანუ ის old way of engineering რაც არის და მაგის ყველაზე დიდი სკილი. ეგ არსად არ მიდის რა, ზუსტად იგივენაირად არის დღეს, როცა production grade აპლიკაციებზე მუშაობთ. და ზუსტად იგივენაირად იქნება რა დიდი ალბათობით. სანამ მართლა რაღაცა ის სასწავლო რაღაცას არ იმას ვიზავთ, რა ქვია, არ მივახცევთ. მოდი ახლა უცბად სანამ ბოლო ტოპიკზე გადავალთ, ერთხელ გადავიმეოროთ ეს mind map-ი რა ავაგეთ რა, ანუ რომ არ დაგვეკარგოს რა, იმიტომ რომ მგონია რომ თუნდაც mind map-ში არის ყველაზე დიდი ღირებულება. mind map-ი არის რომ AI გაიჩნდა software-ში, უცბად ხალხმა ყვირილი დაიწყო რომ AI software-ში იგივე არაც vibe coding-ი,
ანუ ერთი-ერთი რელაცია არის, სხვა არაფერი არ არის თუ არა wipe coding-ი. რეალურად მე გეუბნებით, რომ wipe coding-ი ერთ-ერთი განშტოება არის და მას აქვს თავისი გამოყენებები, თუმცა production grade აპლიკაციებში wipe coding-ი არაფერ არ გვადგება და გვადგება AI assisted engineering-ი, სადაც გადაწყვეტილებებს შენ თვითონ იღებ და უბრალოდ AI-ს იყენებ როგორც პატარა ფუნქციების იმპლემენტატორს. და ანუ ესაა მთლიანი სურათი რა, რომ ანუ AI assisted engineering-ი არის production grade აპლიკაციებისთვის. თქვენს რომ მიხვალთ სადმე მუშაობას რომ დაიწყებთ. დარწმუნდებით რა, რომ აი wipe coding-მა იცის ძალიან შეყოლა და როგორც ყველა მარტივმა ფსიქოლოგიური მომენტია რა, ძალიან სწრაფი დოპამინ რაში გაქვს. რაღაცას ჩაწერ ერთ სიტყვას და დაგიგენერირდება 10,000 ხაზი კოდი. და გონია რომ ვა რა მაგარი ვარ, ანუ ესე იგი მე თუ AI-ს რაღაცა უთხარ და AI იმეს გააკეთა, ესე იგი, ანუ პაჭი მე გავაკეთე, ხო რაღაც ეგეთი ის გამოდის, არა, ჩემი ფეხები გააკეთე, შენ არაფერი გაკეთები არა შენ რა. და მომენტ ისიც საკითხავია რა AI რა როგორ გააკეთა რა. ხო, ანუ რაღაც mind map-ი არის ეს. ამაზე ძალიან ბევრი თოქი არის YouTube-ზე, ანუ მე პროსტა მინდა რომ ეს ინფორმაცია დავტოვო თქვენთან და მე თქვენ უნდა წაიღოთ და თქვენ უნდა დაამუშაოთ თუ და გაინტერესებთ. მაგრამ ეხლა უბრალოდ რაღაც ძალიან თეორიულ რაღაცებში რა გადავიჭრათ. ცოტა playbook-ივით რაც გვაქვს მაზექში, მაგებს გეტყვით რა. AI-ის კოდის წერისთვის მარტო ნუ იყენებთ, კოდის reviews-თვის გამოიყენეთ პირველ რიგში, ანუ რაღაც PR-ი რომ შემოგივათ. PR-ის რა არის თქო? PR marketing, pull request-ია. Pull request-ი ვინ არიცით რა, არის ხელი აწიათ? არტე ხავს დიდას გეფიცებით. ისე გავიცინეთ. არც. არა. ანუ pull request-ი არის რაღაც მექანიზმი, რითიც ანუ ახალ კოდს უშვებ რაღაც არსებულ სისტემაში რა. ახალი კოდის დამატება რომ მინდა, ანუ მე ეგრევე კი არ ასე ვთქვათ, უშვებ კლიენტებთან ამ კოდს. ჯერ ვიღაც ჩემ თანამშრომელს ვეუბნები რომ გადახედე, რამე ხო არ გამემაზა. ხაზბაიხაზ შეასწორე, ლოგიკები შეამოწმე, ყველაფერი სწორად არის და მხოლოდ მე გავუშვათ კლიენტებთან, რომ ანუ რაღაც პრობლემები არ გაგუჩნდეს. და ამ кейსში ანუ AI ძალიან მაგრად შეგვიძლია გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ანუ კოდის დარევება აუცილებლად მოგვიწევს რომ რამე ბაგები ხო არის და ასე შემდეგ, თუმცა pull request-ების გახსნის მთავარი მიზანი არ არის ანუ ის რომ ბაგები აღმოაჩინოთ რა, ანუ ესაა ძალიან დიდი გამაზრდა, რასაც ანუ ბევრი ადამიანი იმაშოვა რა ქვია, ივიწყებს ხოლმე. pull request-ების მთავარი მიზანი არის რომ ცოდნა გაზიარდეს გუნდში. რომ მე რაღაცა ფიჩერი რო დავაიმპლემენტირე. შენ წარმოდგენა შეიქმნა საერთოდ რა ახალი კუბიკები მიემატა ამ ლეგოში. და ანუ ეს ისე არ განვითარდეს ეს სისტემა pull request-ების reviews გარაშე, რომ უცბად აღმოჩნდეს, რომ ერთი წელია კომპანიაში ინჟინერი ხარ და თურმე მთლიანი, რავი, მოდული არსებობს, რომელზეც არაფერი წარმოდგენა არ გაქვს რა. და ეგ ძალიან საქს, აი ძალიან ბანძობა არის, იმიტომ რომ ფიზიკურად მე ბიზნესები ინგრევა მაგის გამო. პირველი ეს, მეორე, კომპანიაში რომ მიხვალთ, სადმე მუშაობას რომ დაიწყებთ, თქვენი ყოველდღიურობა შეიძლება იმით რომ ანუ კოდის გარჩევა AI-ით ძალიან კარგად შეიძლება. ნუ იყენებთ კოდის AI-ის მარტო კოდის წერაში, გამოიყენეთ კოდის გარჩევაში. ფუნქცია არ გესმით, სანამ თქვენ თანამშრომელს მიწერთ რომ აბა ჯიგარო გია ეს რა შვება შენი დაწერილი 20 წლის წინანდელი ფუნქცია. არა, ჯერ AI-ს კითხე რომ რა შვება გიას დაწერილი 20 წლის წინანდელი ფუნქცია. დიდი ალბათობით რაღაც წარმოდგენას კარგად შეგიქმნით და at least გიას რესურსს უფრო კარგად გამოიყენებთ რა. ეგ და ხო, მესამე არის refactoring-ში, აი technical depth-ი რომ დაგიგროვდებათ. refactoring-ი ან რაღაცები, მაგალითად ფუნქცია გვაქვს და ამ ფუნქციის უკეთესად გადაწერა გვინდა, რომ უფრო maintainable იყოს კოდი რა, ანუ უფრო მარტივად შეცვლად იყოს, უფრო ბევრი ადამიანს ესმოდეს. refactoring-ისთვის არის იდეალური AI რა, ანუ ძალიან მარტივად იზოლირებადი მექანიზმი, ასე ვთქვათ, კომპონენტები შეიძლება დაარეფაქტორო, რომ მე ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, დაადებაგო, რამე პრობლემები ხო არ არის. ეს და აქ რა იყო ბოლო, ხო, ოკეი, всё, tool ტიპები, ხო, tool-ების ტიპები რა. Cloud codes კურსორს ვინები იყენებთ ამ ხელები ავწიეთ სასწრაფოდ. ოკეი, მშვენიერი. სხვები რას იყენებთ? Codex, ხო, ну whatever, ანუ AI coding tool-ებს რა. Plan mode ვინ არ იცით რა არის? ოკეი. კაი. ხო, ანუ coding tool-ებს რო გამოიყენებთ, მეგობრებო, აი კურსორს, რავი, ეხა თუ გახსნით, აქედან რო გადიხართ, ან რავი, Cloud codes ნებისმიერს, პირველ რიგში, ანუ რაღაცა პრობლემის გადაჭრა გინდათ, თუ საკმარისად დიდი პრობლემაა და ძალიან პატარა არის, plan mode-ი გამოიყენეთ. Plan mode-ი არის რაღაცას რო ეტყვი შენ, ეგრევე კოდის წერას კი არ იწყებს და კოდის ცვლილებას. ჯერ გეგმას გიწერს რა, რომ აი რა ნაბიჯები უნდა გავიარო მე, რომ შენ რაც მომწერე, ეგ დავაკმაყოფილო და ეგ რეალურად ბევრად ეფექტური არის, ვიდრე ეგრევე რო უთხრა, რომ აი ეს გამიკეთე. ანუ ჯერ დააგეგმინეთ ხოლმე, მერე გააკეთებინეთ. ეს არის პირველი აუცილებლად. ანუ ეს მაგიჟებს ხოლმე, რომ ეს ანუ ხალხმა არის, ანუ აუცილებლად გამოიყენეთ. რაღაც ბევრად ეფექტურები იქნებით. Lovable-საც აქვს plan mode-ი. ყველა, ანუ website-ით ყველა AI tools აქვს რა. Lovable-ის plan mode-იც გამოიყენეთ. რო ეუბნებით ეს feature page-ი დავიმატე, ჯერ
plan-ი დააწერინეთ და მე ანუ დაიმპლემენტირებინეთ, იმიტომ რომ plan-ს რო დაგიწერთ, მე ბევრად კარგად მიყვება იმ იმპლემენტაციას და იმ plan-ში რაღაცების ცვლილებები შეგიძლიათ რა. ძალიან მაგარი არის. მეორე, ანუ იყავით არქიტექტი და არა მენეჯერი, ეს რაღაც წეღარ რაზეც ვილაპარაკეთ, მაგისას თქვა შინაარსი არის. თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილებები AI-ის, მაგრამ და AI-ის თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაიმპლემენტირებინეთ და არასდროს არ გაკეთოთ ისე, თუ რაღაც პატარა პროტოტიპის ან რაღაცის დატესტო არ გინდათ, რომ AI მე ეს მინდა და შენვე მიიღე გადაწყვეტილებები, რა ნაბიჯები უნდა გადავდეთ, რომ ეს მივიღო. ძალიან დიდი პრობლემა შეიძლება მაგით შეგექმნათ და ხო, იდეაში ბოლო ნაწილიც ეგ არის. მაგრამ ეხლა vibe coding-ს ამდენი რაღაცას თქვა ჭალებში ნეგატიური მარკეტინგი გაუწიათ, მაგრამ ისთვის არის ხო რაღაცა vibe coding-საც რეალურად ძალიან დიდი, ძალიან სუყე ისა აქ რა ქვია, ნაწილი რა, უჭირავს. და ეს არის არა production grade სერიოზული სისტემების კოდის წერა, არამედ რაღაცების პროტოტიპირება. რა, შენ თუ product manager-ი ხარ, რაღაცის გაკეთება გინდა, რაღაცის დატესტვა გინდა და გინდა რომ ეს რაღაცა UX-ი რაც user-ს მომავალში უნდა გაატარებინო, ან რაღაც ფერში გინდა რომ დეველოპერმა დაგიმპლემენტირონ, სანამ სერიოზულ და უფრო ძვირიან რესურსს დახარჯავ, მარტივად დატესტო რაღაცა რა. ან შენ თუ დეველოპერი ხარ და front-end დეველოპერი თუ ხარ და ვიღაცას რაღაცა page-ის დამატება ან ცვლილება უნდა, სანამ საერთოდ sprint-ში შემოვიტანთ, რომ აი ხა ჩვენ ამ თიკეტს ვაკეთებთ, შეიძლება წინა სპრინტის ბოლოს რაღაც ზუსტად 1 საათიანი vibe coding-ის შედეგად რაღაც მსგავსი მიიღოთ, აჩვენოთ თქვენ რა თქმა stakeholders და მაგით მიიღოთ გადაწყვეტილებები რეალურად ეს კარგი გადაწყვეტილება იქნება რომ დავიმპლემენტიროთ თუ არა. მაგრამ იმის თქვა მინდა რომ vibe პირველ რიგში ორი რაღაცა რა, ანუ AI coding-ში და software engineering-ში არ არის იგივე რაც, ანუ არ არის მარტო vibe coding-ი და vibe coding-საც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ნაწილი უჭირავს უბრალოდ პროტოტიპირებაში და არა production grade კოდის წერაში. იდეაში ეგ არის. მადლობა. რა თქმა უნდა. თვითონ vibe coding კომპანიები თვითონაც ეგრე ამარკეტებენ თავს რომ ჩვენ ვართ. რა თქმა უნდა. ეს დავასრულო რა დავიძახინცი. იმიტომ რომ ეს თუ მარტო პროტოტიპირებისთვის არის. ანუ ამ ხელა valuation-ები რო ხდება ამ კომპანიას. ანუ ეგ ძალიან ოკეია რომ ანუ მანდ ალბათ უფრო VC ეკონომიკა როგორ მუშაობს მაგაზე არის დამოკიდებული მაგ კომპანიების ანუ valuation-ი და არა იმ რაღაც ძალიან სერიოზულ production grade ანუ სისტემებს როგორ რამდენად აქვთ მაგათ capability რა. ხო, მაგრამ აი ხა მაშინ მე შენ გეტყვი მარტივი e-commerce site-ს მიაკითხა და ვიღაცა ალტერნატივა ან რაღაცა სტარტაპი რომელსაც ხარების ბიზნესია თქვა და ანუ სიტყვაზე end-to-end გააკეთებ და ანუ რაღაცა. კი, მოდი მან ანუ ყურე პასუხი არის რა თქმა უნდა გააკეთებ და ვიცით რომ კიდევაც რო გააკეთებს პირადად მეც მაქვს რაღაც იმაზე რა ქვია lovable-ზე რაღაც გააკეთებული ხა ხო შეიძლება ხო ანუ პირადად მეც მაქვს ზუსტად ეგეთი რაღაც ბჭყალებში lovable-ზე e-commerce-ი აწყობილი რომელიც ანუ actually მუშაობს ანუ ფული გერიცხება ბჭყალებში თუმცა ახლა ჩემი კითხვა მეორე არის რა რომ სად არის სხვარი როცა ეს ბიზნეს ანუ რაღაც იდეა პროდუქტი ბიზნესად იქცა და ანუ წლების განმავლობაში ვითარდება და ანუ scalability ძალიან იზრდება რა, ანუ ბევრი კოდი იწერება, ბევრი ფიჩერები ემატება სისტემას. სად არის ნაწილი, ანუ სად არის pivotal point-ი, როცა ანუ ეს ხო ვიცი რომ AI-ის ძალიან ლიმიტირებული კონტექსტის დაჭერა შეუძლია რა. ანუ ძალიან ლიმიტირებული კონტექსტის დაჭერა შეუძლია და აუცილებლად იქნება მომენტი, როცა ფიზიკურად AI ვეღარ გააგრძელებს მაგის დასკეილებას, ახალი ფიჩერების დამატებას და ამ შემდეგ და უფრო მეტ პრობლემას შემოიტანს ვიდრე კარგს. და მე პროტოტიპირების ფაზას რასაც ვეძახი, ეგ ჩემთვის პროტოტიპირების ფაზა მაშინ კი არ ვთავრდება, როცა ბიზნესად იქცევა და ფულის წერას დაიწყებს. არა, ჩემთვის პროტოტიპირების ფაზა მთავრდება მაშინ, როცა ამ სისტემის რაღაც pivotal moments მიაღწევს, როცა ფიზიკურად AI-ით დასკეილება აღარ შეგეძლება რა. ახალ ფიჩერებს ფიზიკურად ვეღარ დავამატებ და უფრო პრობლემა შემოიტან. შეიძლება ან ერთი პატარა კომენტარი მაქვს მაგაზე, რომ აი value რატო აქვს მაგალითად აი lovable-ს აქვს, ყველაზე სწრაფად ზარდი კომპანია, მეგონი ის. მე მგონი ევროპაში. არა, მე მგონი ვაფშე რა. ამბე? და თითქმის მე მგონი მოკლედ მილიარდზე ბევრად მეტია, რა ვიცი. კი, ეგრე არის, კი. ანუ რატო ვიხსენებ კომპანია რა, თუ მაგალითად ძალიან მაგარ software-ს მაინც მაგით ვერ აქვს რა. აი windsurf-ი რო ქონდა ნიკას გამოდა, windsurf-ი არ მახსოვს, ამას იარ შარშაფროს გაიყიდა ძალიან $1,000,000 რა, $1,000,000 და ანუ windsurf-ის ისტორია როგორი იყო, რომ windsurf-ი არის coding assistant-ი, რომელიც დაიწყეს team-მა, მე მგონი 5 წელი რა. და 5 წელი წერდნენ GPT-3-ით, თუ რაღაც GPT-2-ით, ძალიან სუსტი AI მოდელებით
და იმ ბეთით წერდნენ და აკეთებდნენ მაგ პროდუქტს, რომ მომავალში გამოვიდოდა ძალიან მაგარი AI მოდელი და ამათ იმ ხელოცოდნა იქნებოდა ამის კეთებაში დაგროვებული, რომ იმ მომენტში რომ ვიღაც სხვა დაიწყებდა მაგის კეთებას, ვეღარ დაეწეოდა რა. და Laravel-ის value შეიძლება ესე შეაფასო, რომ ანუ ეხა შეიძლება რაღაც ძალიან კომპლექსურ სისტემას ვერ აკეთებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ესე იგი ისე რომ დაიხვეწება, რომ აი მაგალითად შესაძლებლობას მოგცემს თვითონ LLM-ი, რომ ეგ ვაკეთოთ, ესენი უკვე იქნებიან, ხდებიან ძალიან წინ იქნებიან რა და value შეიძლება მაგითაც დათხოვოთ რა და ეგ შეიძლება თქვენ რაღაცა მომავალ წამოწყებებშიც გამოგადგეთ, რომ ცოტა ხალხმა ჰაკათონზე ვიყენებთ, ძმა, უკვე ადგება. ხო, ანუ ვინც მაგრა დაინახავთ მომავალში რა იქნება რელევანტური, ეგეთი იდეები მე ძალიან. Bravo, აჩოს კომენტარში. ძალიან საინტერესო. ხო, რომელიც ხარ. შეიძლება ვიცი რა ისტორია. Hacktoberfest ჯირო გადააბი. დომენები ჯის. მადლობა.